საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 აგვისტოს საქართველოსთვის თავდადებულისა და აღმსარებლის წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს. კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი, ასია ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების გასაოცარი მაგალითი მისცა. წმინდა ცოტნე დადიანი მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა. ამ დროს საქართველო მონღოლთა უღელქვეშ იტანჯებოდა. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ მტერმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესა და თან ბრძოლებში მონაწილეობაც მოსთხოვა. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს მტერს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ. კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა დაამტკიცეს ომი და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა. ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი მტერმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგო, მაშინვე კოხტასთავს გაემართა. იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს. შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ მწყურვალნი გაუსაძლის სიცხეში დატოვეს. თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ. როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით გამოცხადდა და შეიტყო მომხდარი, ძლიერ შეწუხდა და ანისისკენ გაეშურა. როდესაც ცოტნე მიხილა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელფეხი და გვერდით მიუჯდა მათ. მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. მან მიზეზად მონღოლთათვის ხარკის აკრეფა დაასახელა და განაცხადა, რომ აჯანყების განზრახვა არ ქონიათ. თუმცა თუ მის ერთ მოძმესაც კი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ, ისიც მის გვერდით დაიღუპებოდა. ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენ და მინდობილ ვართ. უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს. 1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ის უკვე გარდაცვლილი იყო. საქართველოში ყველა მიცის ცოტნე დადიანის შესახებ. მისი გმირობა ყოველთვის სარწმუნოების, სიყვარულისა და თავდადების მაგალითი იყო და ერი ყოველთვის უდიდეს პატივს მიაგებდა მას. ფოთისა და ხობის ეპარქიაში აღნიშნულ დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული. წმინდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანი წმინდანთა დასში შეირაცხა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 აგვისტოს ასევე წმინდა იოანე მხედარს მოიხსენიებს. წმინდა მოწამე იოანე მხედარი 361-363 წლებში იმპერატორ იულიანე განდგომილის ლაშქარში მსახურობდა. იგი ფარულად ეთაყვანებოდა ქრისტეს, რადგან იმ პერიოდში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ. ერთ დღეს უშუალო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად ქრისტიანთა ლაშქრის შესაპყრობად გაგზავნეს. დევნის ნაცვლად ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარ ჯარს წმინდა იოანე მხედარი მფარველობდა და დიდ თანადგომას უწევდა. როდესაც იმპერატორმა ამ ამბის შესახებ შეიტყო, მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. მრავალი სატანჯველი ხვდა წილად მეფის ურჩ მხედარს. იმ დროს იმპერატორის საუმრად იყო წასული, ამიტომ წმინდა იოანე მხედარი მეფის ქვეშევრდომებმა საპყრობილეში გამოკეტეს. 363 წელს იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე კი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იობიანი ავიდა. მან წინამორბედის ყველა განკარგულება გააუქმა და ქრისტიანობისთვის ტყვედ ჩავარდნილები გაათავისუფლა. ნეტარმა იოანემ გათავისუფლების შემდეგ ღვთისა და მოყვასისთვის მსახურებას მიუძღვნა თავი. იგი მშვიდობით აღესრულა. სიკვდილის წინ კი ითხოვა დაეკრძალათ გლახაკთა სასაფლაოზე. წმინდანის ანდერძი შეასრულეს, თუმცა შემდეგ მისი სამარხი დაიკარგა. მოგვიანებით წმინდა მამამ ერთ კეთილმსახურს გამოცხადებით ამცნო მისი ნეშტის ადგილსამყოფელი. მორწმუნეებმა აღმოყვანების შემდეგ წმინდა მოწამის ნეშტი კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთის
მეწყვილის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. წმინდანი დაკარგულთა დიდი შემწია და სწორედ ამიტომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაწყდა, რომ ორთაჭალაში წმინდა იოანე მხედრის სახელობის ტაძარი აშენებულიყო. ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეაბილიტირებულ დამშრობის სისტემის მაგისტრალურ არხებზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში დამშრობის სისტემის მაგისტრალურ არხზე გადასასვლელი ხიდების მიმდინარე მშენებლობის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ხობის მუნიციპალიტეტში ჭალადიდის დამშრობის სისტემის მაგისტრალური არხის 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გადასასვლელი ხიდების მშენებლობა. პროექტის ღირებულება 960,000 ლარია. ეს გახავთ ისტორიული პროექტი, რომელიც ძება დაახლოებით 1 მილიონი ლარი. საერთო ჯამში იწმინდება 8 კილომეტრამდე არხი და 34 თანამედროვე სტანდარტის ძალიან მყარი კონსტრუქციის კაპიტალური ხიდის შენდება. ეს არის უნიშნულოვანესი პროექტი, ვინაიდან მოსახლეობა იყო შეწუხებული წყლით და ყოველთვის, როდესაც დიდი ნალექი მოდიოდა, ძალიან ჭარბი ნალექი მოდის ყოველწლიურად ამ კონკრეტულ რეგიონში და შესაბამისად ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ მათ კმაყოფილებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი ყოფილა. სოფლიო 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ველო ტური გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა უწყების ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა ახალგაზრდა თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღო. აქციის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციაა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ამ აქციით შემოუძახოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, შემოუძახოთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაზე და დიახ, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც ადაპტირებულია ყველა კომპონენტი იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლები, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების მთლიანად რეალიზაციის საშუალება. დღეს არის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ჩვენი დღეა და ძალიან მიხარია ასეთ ღონისძიებაზე. ახალგაზრდები, ის ადამიანები, რომლებთაც სურთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ეწიონ, მოვიდნენ აქ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი მაგალითი იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რამდენად სჯობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და ჯანმრთელი ტრანსპორტით ჩვენს ქალაქში მოძრაობა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის ფარგლებში კონფერენცია სასტუმრო ჰოლიდეი ინჩი გაიმართა. საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებმა მიიღეს. მხარეებმა აღნიშნული სამიზნე აუდიტორიის წინაშე მდგარი არსებული პრობლემების და მათი დაძლევის საშუალებებზე იმსჯელეს. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის ინიციატივით შედგა. ჩვენ სამინისტროსათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეიძლება ერთობლივად განვახორციელოთ ისეთი ღონისძიებები ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რომელიც გაზრდის მათ მოტივაციას, მათ ჩართულობას რეკრეაციულ, საგანმანათლებლო თუ სხვა პროექტებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფორუმი. იმედი მაქვს, ყველა მონაწილე დღეს საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენს, ისევე როგორც ჩვენგანაც მოისმენს, თუ როგორ შეიძლება ერთად ვითანამშრომლოთ და რა სახის პროექტები განვახორციელოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეწია პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ყველა იმ ორგანიზაციისა, რომელიც მოღვაწეობს სამოქალაქო თუ სახელმწიფო სექტორში ახალგაზრდობის საკითხებზე. განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მჭიდრო კოორდინაციისათვის, იმისთვის რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო.